სინდისის პატიმრების პროცესის პარალელურად საქალაქო სასამართლოში, როგორც აღნიშნეთ, საპროტესტო აქცია გრძელდება და საპროტესტო აქციაზე საქალაქო სასამართლოში დგას ბიზნესმენი თემურ ჭყონია. ის ფიქრობს, რომ ქართული ოცნება ახლა ცდილობს დაშინებას ყველა იმ ადამიანის, რომლებიც ქუჩაში გამოვიდნენ და გააპროტესტეს ქართული ოცნების გადაწყვეტილება ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით. და რა არის ამ პროცესიდან გამოსავალი? ბიზნესმენი თემურ ჭყონია ამბობს, რომ ერთადერთი გამოსავალი, რომელმაც შესაძლოა შედეგი მოიტანოს, ეს იქნება ახალი არჩევნების ჩატარება. მუხლი, რომელიც მიყენებული არის დაღუპვის მუხლი, ეს არ არის დაჟჯა. ეს არის ახალგაზრდა ბავშვებს უჯიან 7 წელს, 8 წელს, 9 წელს. ვერაფრით ვერ გამომაგ ლოგიკური დასტურა. რა ხდება მე თუ რა ვიცი, მართალი გითხრათ. აი, ეს არის ჯიბრი საზოგადოების პროტესტის მიმართ, ჯიბრი გამძლეობა, ვინ როგორ გაუძლებს თუ სახელმწიფოს სიმტკიცეს აჩვენებენ, რომ თანამოქალაქეს რჯი იმის გამო, რომ პროტესტი გამოხატა ევროინტეგრაციის მხარდასაჭერად და რუსეთის პროტესტი გამოხატა ადამიანმა. არაფერი არ გაუკეთებდა. პროტესტის გამოხატვის სიტუაცია შექმნა სახელმწიფო. ახალი არჩევნები თუ არ ჩატარდა, ეს ესე გაგრძელდება ხანგრძლივად. ხალხი ქუჩაში, სოფლიო დაიწყებს სანქციებას, იზოლაციას, სხვადასხვა შეზღუდვებს, თანხების მიუღებლობას, ეკონომიკას შეეხება, რა თქმა უნდა, იმიტომ რომ უკვე პოლიტიკა საუბრობენ, ბიზნესი არ უნდა იყოს პოლიტიკაში, მაგრამ სამწუხაროდ პოლიტიკა შევიდა უკვე ბიზნესის თემაში, ეკონომიკაში და ამიტომ დღეს სამართლიანი სწორი შეფასების გამოუხატაობა ნიშნავს იმას, რომ ეგუები რაღაც ცუდს და ცუდს არ უნდა შევეგუებოთ, მეგობრებო. წინ უნდა ვიხედოთ. ხელოვანები, რომლებიც ახლა საპროტესტო აქციაზე იმყოფებიან და მხარდაჭერას უცხადებენ დაკავებულ ადამიანებს, ფიქრობენ, რომ ქართულმა ოცნებამ თითოეული ადამიანი, რომელთა პროცესიც მიმდინარეობს ახლა საქალაქო სასამართლოში, აიყვანა მძევლად. ისინი ფიქრობენ, რომ ერთადერთი გამოსავალი ახლა არის ახალი არჩევნების ჩატარება და რა თქმა უნდა, მთავარი მოთხოვნა მათი უცვლელი რჩება, ეს არის პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ხელოვანები ფიქრობენ, რომ ამ პროცესმა ქართული ოცნება უკვე დააზიანა და მოდის სანქციები ჩვენი დასავლელი პარტნიორების მხრიდან და საუბრობენ ასევე იმასაც, რომ ეს პროცესი გაგრძელდება იქამდე, ვიდრე ქართული ოცნება სრულ იზოლაციაში არ მოექცევა. კონკრეტული ქვეყნების რეჟიმებს ემსგავსება იმ კონკრეტული ქვეყნების, რომელთანაც ყველაზე მეტად არ გვინდა ასოცირება. და შესაბამისად იმდენად მსგავსი არის და იმდენად იმეორებს, რომ უკვე ლოგიკურად ხედავთ, სად მივედით, აღარც ვიტყვი, რომ სად მივდივართ, იმიტომ რომ ისულები ვართ უკვე ამაში ვცხოვრობთ და ეხლა ჩვენი ამოცანა არის, რომ აქედან თავი დავახციოთ და გადმოვიდეთ უკან. ხო, რა არის გამოსავალი, აი ამ თავის დაღწევის გზა მარტო არის ხელახალი არჩევნები გამოსავალი. დღევანდელი პროცესი ძალიან ბევრ რამეს იტყვის. თუ ეს მე მაინც იმედს ვიტოვებ, რომ რაღაცნაირად უკან დასახევ გზას დაიტოვებენ და ეს ყოველ შემთხვევაში ეს არის შანსი დღევანდელი პროცესი ამის. ყველა ნიშნებია აბსოლუტურად იმისი, რომ მივდივართ იმაზე უარესი ავტორიტარიზმისკენ, ვიდრე არის. ანუ ხდებით ნელ-ნელა ბელორუსია. შანსი ჯერ კიდევ აქვთ. იმისი, რომ ცოტა ღირსება შეინარჩუნონ და ისე წავიდნენ ხელისუფლებიდან. ანუ ახალი არჩევნები. რასაკვირველია, ანუ ეგ არის ყველაზე უფრო ღირსეული წასვლა ეგ იქნება თორე. არ ველოდები არაფერ კარგს ამ სასამართლოსგან, იმიტომ რომ ეს უნდა ყოფილიყო ადგილი, სადაც რეალურად გადასარჩენი ადგილი უნდა იყოს სასამართლოც მოდიხარ, რაღაცა სასამართალი იპოვო და რაღაცა გადარჩე. ეს არის რაღაცა ციხის გაგრძელება, ანუ არანაირი სამართლიანობის შეგრძნება ამ სასამართლოსთან არ მაქვს. თემაზეც კიდევ უფრო ეცდებიან ამ პროცესის გაწევას, გაჭიანურებას და ამით ჩვენ დემორალიზაციას და უფრო რაღაცა მუხტის განელებას, მაგრამ ხო კიდევ ერთხელ ვიტყვი მაგას, რომ პირიქით მუშაობს და რაც უფრო წელავენ და აჭიანურებენ ამ პროცესს, ეს პროტესტის ტალღა და ეს ბრაზის და რაღაც სოლიდარობის ტალღა უფრო და უფრო ფართოვდება.
საქალაქო სასამართლოში სინდისის პატიმრების, ოჯახის წევრების და მხარდამჭერების პროტესტი, საპროტესტო აქცია გრძელდება. აქ შეკრებილი ადამიანები ელოდებიან რა გადაწყვეტილებას მიიღებს მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძე, თუმცა თითოეული მათგანი ფიქრობს, რომ საქალაქო სასამართლოში მოსამართლეები ობიექტურ გადაწყვეტილებას ვერ იღებენ, რადგან ისინი ასრულებენ ქართული ოცნების დაკვეთას.